კახეთში თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დარღვევები, რომლებიც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა, არ დაფიქსირებულა. მოსახლეობის აქტივობა მაღალი იყო. ქართული ოცნების მერობის კანდიდატები გამოცხადებული ნდობისთვის ამომრჩეველს მადლობას უხდიან. არჩევნები ჩატარდა სრული კანონის დაცვით და არანაირ ექსცესებს კახეთის რეგიონში ადგილი არ ქონია, რაც არის ძალიან საამაყო, რადგან ყველა ვინც გამოცხადა მიუდგა სავსებით სერიოზულად ამ პროცესს, რისთვისაც მინდა ყველას გადაუხადო დიდი მადლობა. ხვალინდელი დღე იქნება უფრო დიდი სიკეთის და დიდი სიყვარულის და განვითარების მომტანი მთლიანად. როგორც თელავის მუნიციპალიტეტისთვის, ასევე კახეთისთვის და მთლიანად საქართველოს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებმა ჩაიარა მშვიდ ვითარებაში, მშვიდ გარემოში, არავითარი ექსცესებს ადგილები არ ქონია. ლაგოდიხის მუნიციპალიტეტის ამორჩევლების გადაწყვეტილებით მათი ნებით არჩეული ვარ ლაგოდიხის მუნიციპალიტეტის მერად მესამე ვადით, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო მათ მხარდაჭერისათვის და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტად წაიწევს წინ, კიდევ უფრო მეტად განვითარდება ეკონომიკურად, იქნება გამართული ინფრასტრუქტურა და არც მე და არც ჩემი გუნდის წევრები ჩვენს მოსახლეობის არჩევას არ გავამტყუნებთ.